აბა მეგობრებო, სად ხართ? ჩვენ უკვე აქ ვართ. აი ახალი მეგობრები ჩვენი კინგი გავიცანით ლაივში კინგ. მიესალმე ჩვენს მაყურებელს. უფლის წყალობა მოგცემოდეთო ესეთი. მოგცემოდეთ. არ მოკლებოდეს ხო, მოგცემოდეთ. ღმერთის დიდებაში, დიდი და ისი როგორ მოგაძლიერეთ? დამიგერე, შენ გეხუტუნ. დამიგერე, შენ გეხუტუნ. ხო, მოკლედ მეგობრებო, აქ არიან, ესე იგი, რამდენიმე ამოსული აქ პოლიციაც მოვიდა და გვათვალიერებს. მინდა გითხრათ, რომ აქ ინტერნეტი არის ცოტა მითიშავენ დღეს მთელი. ხო, მოკლედ მეგობრებო, ერთი სიტყვით დღეს ლაივს როგორც ჩანს არ ჩამართვევინებენ, იმიტომ რომ მითიშავენ წამდაუწუმ და მაგ ვართ ვიკრიბებით ახლა თანდათან. სხვათა შორის აქ არის ლევან პეტრიაშვილიც. ხო და როგორც ხედავთ, ესე წამდაუწუმ გაგვითიშავენ და ესე ვეცდები რომ მაინც მოგაწვდინოთ ხმა. ეხლა ჩვენ მივდივართ ადგილზე, სადაც აქ წირვები იყო და სადაც შესაძირს კლავდნენ, ალბათ სავარაუდოდ იყო ესეთი ადგილი, საკვერებს წირავდნენ, ხო, სხერპლის შესაწირი ადგილი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ეხლა აქ, სადაც ვართ ჯვარზე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, მეგობრებო, ყურადღებას არ აქცევს ჩვენი სახელმწიფო იმ მხრივ, რამ ხრივადაც აი ეს არის მეგობრებო ის ადგილი, აი ეს ადგილი არის, სადაც ცხოვრების შეწირვა მიმდინარეობდა, აქ სისხლი გროვდებოდა. აი ეს დაახლოებით ამ ადგილზე არის, აქ ეხლა ტუალეტი დადგეს, აი აქ. და იცოდეთ, რომ აი ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, ეს არის ძველი იუდეური წესებით შესაწირი მოიხურება და ან შიგნიდან უნდა იყოს ჩასასვლელი ჯვრიდან. და დღეს სხვათა შორის წავიკითხე ესეთი რაღაც რა. დავფოსტავ ნახე. სადაც წერია რომ სადაც ჯვარი აქვს, ეხლა წაგიკითხავთ. ეხლა მეგობრებო, აი ამ ეს ნაწერი წაიკითხეთ თქვენც რა. მე გამითიშავენ, ეხლა გავალ იმიდან, რა ქვია, თქვენ დაასკრინშოტეთ და წაიკითხეთ იმაში თქვენთვის. იმიტომ რომ ეხლა გამთიშავენ და მაწვალებენ დღეს როგორც ჩანს ლაივზე. ამიტომ მე წელეულებია, რაც უბედურება მატულობს და მატულობს ჩვენ საქართველოში და ეს ყველაფერი, რა ვიცი, მე მგონი ლოცვის და მართვით. არა, შენ თუ